მოგესალმებით მეგობრებო. Ამ 2 დღის წინ ჩემი ვიდეობლოგი, რომელიც ეძღვნებოდა საქართველოში ეგრეთ წოდებული თურქი მესხების, სინამდვილეში კი თურქების ჩამოსახლებას, მე ვახსენე და ღია პარალელი გავავლე იმასთან დაკავშირებით, რომ დიახ, თურქულმა სპეცსამსახურებმა მიიღეს მონაწილეობა შარაძის ლიკვიდაციაში, რა თქმა უნდა, მაშინდელი ხელისუფლების ხელდასმით, რასაც მოყვა ზოგიერთი ვაი ქართველის მხრიდან ტრადიციულად რაღაც ესეთი ჭორაობა, თურმე რომ ეს მე ვიგონებ, ეს ჩემი ფანტაზია არის და ასე შემდეგ და რომ თურმე შულს ვაგდებ და ვაფეტიშებ ამ ყველაფერს თურქეთთან დაკავშირებით, ეს ჩვეული ტრადიცია არის საქართველოში უცხო ქვეყნის აგენტურა და მათ შორის ხელისუფლების აგენტურაც, რომელიც დაინტერესებული არის ყოველთვის ასეთი სერიოზული თემების, ასე სასაცილოდ აგდებით, მიჩქმალებით და ასე შემდეგ, ამ ფორმით მოქმედებს. ამიტომ დღევანდელ ბლოგში მე შემოგთავაზებთ ინტერვიუს, რომელიც ისედაც გავრცელებული არის ინტერნეტში, არავისთვის სიახლე არ არის, რაც საუბრობს ცხონებული სულნათი ბატონი გურამ შარაძე, რომელიც ამ თემას დეტალურად ხსნის, თუ რატომ იყო ის მოწინააღმდეგე ამ ყველაფრის და ვინ იყო მხარდამჭერები საქართველოში თურქების ჩამოსახლების. დავანებოთ თავი ახლა მესხების ხსენებას, იმიტომ რომ ისინი არიან თურქები. თავის დროზე ოსმალური იმპერიის ხელოვნურად შექმნილი ანკლავი, რომელი ანკლავის მისიაც იყო საუკუნეების მანძილზე თურქული მოსახლეობის გამრავლება და ოკუპირებული ტერიტორიების დაჭერა. სადაც ის საუბრობს ამ ყველაფერზე დეტალურად, ახსენებს მომხრეებს და პირდაპირ თითის დადებით, ბრალდებით, რომ ამაში მოქმედებდა ლანა ღოღობერიძე, მიხეილ სააკაშვილი იყო ამაში ჩართული. ახლა სააკაშვილიდან რა უნდა გაიკვირდეს ადამიანს, რომელმაც საკუთარი დედა თურქს მიათხოვა და გიულენის საყვარელი ქალი იყო და თურქების გასამართლებლად და გასათეთრებლად, ასე რომ ვთქვათ, ყველაფერს აკეთებდა და წიგნი, რომელიც დაწერა გიულიან ალასანიამ, ისტორიკოსმა ქალმა, ისეთი სიმახინჯე დაწერა დიდგორის ბრძოლასთან დაკავშირებით, რომ თურმე ქართველები ვიყავით 60,000 და თურქები იყვნენ 20,000 დიდგორის ველზე. არა, ახლა იმაზე საუბარი, რომ ზუსტად რომ გიული ალასანიას დახმარებით მოხდა მთელი ქართული მიწების სტრატეგიული ობიექტების თურქებზე გადაცემა, თუნდაც იგივე აეროპორტების, თბილისის და ბათუმის აეროპორტების, იმ 40,000 თურქზე მოქალაქეობის მინიჭება და საერთო ჯამში მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში აქტიური მხარდაჭერა მიმდინარეობდა ამ პროექტის. ამის გულისთვის მოკლეს გურამ შარაძე, ის მოკლეს 2007 წლის მაისის ბოლოს და 2007 წლის ივნისში პარლამენტმა უკვე მიიღო კანონი საქართველოში თურქი მესხების, თურქების რეპატრიაციის შესახებ. ამისთვის იყო საჭირო გურამ შარაძის ლიკვიდაცია, რომელიც უნდა დაწყებულიყო შემდეგ 2008 წელს ეს ყველაფერი. თუმცა ომმა და მოვლენებმა ხელი შეუშალა, ამიტომ 2011 წელს უნდა დაწყებულიყო. შემდეგ ისევ ხელისუფლება შეიცვალა, ახლა მოჩოპინტრეს ხელისუფლება არის და ეს ვალდებულება, რომელიც მოღალატე ქართველებმა აიღეს, ალბათ ახლა უკვე გავრცელების პროცესში არის, აღარავის უკვირს გავსებულია საქართველოს სხვადასხვა უცხო თესლის ნაყოფებით, ქართველებიდან იცლება და ახლა ამ შემთხვევაში თურქი მესხების ჩამოსახლება, თურქების ჩამოსახლება უკვე აღარავისთვის პრობლემას აღარ წარმოადგენს. და მინდა გითხრათ, რომ ამ პროექტს ასევე ლობირებდა და ხელმძღვანელობდა ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების ერთ-ერთი გამორჩეულად საყვარელი ფიგურა, რომელი ფიგურაც არის გოგა ხვინდრავა. მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, არ არის დიდი ვიდეო, ნახეთ ყურადღებით დაკვირვებულად ეს ვიდეო.
ყველა კითხვაზე არის პასუხი გაცემული, სადაც შარაძე პირდაპირ ამბობს, რომ მისი ოჯახის და მისი შვილის ტრაგედიაც თურქულ სპეცსამსახურებს და ამ საკითხის წინააღმდეგობას უკავშირდება. საერთო ჯამში ისე აღმოჩნდა, რომ გურამ შარაძეც თვითონ ზუსტად თურქული სპეცსამსახურების მიერ იქნა ლიკვიდირებული და მკვლელი დღემდე არავის დაუკავებია, საქმე დღემდე არ არის გამოძიებული. დანარჩენი თავად ნახეთ და დასკვნები გამოიტანეთ. თურქი მესხების პრობლემა, რომელიც წამოიჭრა 80-იან წლებში და 90-იან წლებში, ჯერ ეს იყო ეროვნულ მოძრაობაში, ჩაისახა ეს იდეა, თქვენ კარგად გახსოვთ და კომუნისტურ ხელისუფლებას ეროვნული მოძრაობის ლიდერები სწორედ ამ კოზირით ებრძოდნენ, რომ კომუნისტურ ხელისუფლებას არ მოყავს საქართველოში ჩვენი სისხლი და ხორცი ძმები შუა აზიიდან, როგორც კი ეროვნული ხელისუფლება მოვიდა სათავეში, მათ იგრძნეს ის დანაშაული, რა დიდი საფრთხე ელოდა საქართველოს ამ ძმების და დების ჩამობრუნებაში და კატეგორიულად უარყვეს მათი ადრინდელი გეზი, მათ იგრძნეს და მეც ამ გეზს ვადგევარ. მე არც კომუნისტების დროს მოუწოდებდი ვინმეს თურქი მესხების ჩამოსახლებაზე, არც ზვიად გამსახურდია დროს, არც ზვიად გამსახურდია შემდეგ ხელისუფლებაში. მე ყოველთვის გრძნობდი ამ დიდ საფრთხეს. მე კატეგორიულად წავედი წინააღმდეგი ამაზე და არ შევასრულე არც პარლამენტის თავმჯდომარის, არც უმრავლესობის ლიდერის და მაშინდელი უმრავლესობის ლიდერისა და საპარლამენტო შორისო დელეგაციის მეთაურის ქალბატონი ღოღობერიძის ეს დავალება. განრისხებული ღოღობერიძე თავის უმცროს კოლეგასთან ბატონ სააკაშვილთან ერთად გაიქცნენ სტრასბურგში, ევროსაბჭოში და იქ გააფორმეს ქართველი ხალხის ზურგს უკან, პარლამენტის ზურგს უკან, მესხეთის მოსახლეობის ზურგს უკან ის მოღალატური, კაბალური ხელშეკრულება თუ ვალდებულება, რომელმაც საქართველოს თავს მოახვია ევროსაბჭოში შესვლის ფასად 400.000 თურქი მესხის უპირობო დაბრუნება და ეს ხდება მაშინ ქალბატონო ინგა 1998 წელს, როდესაც 6-7 წლის წინ გამოძევებულია საქართველოს უძველესი კუთხეებიდან, სამაჩაბლოდან და აფხაზეთიდან 400.000 ქართველი, ძირძველი ქართული მიწიდან და არც სააკაშვილს, არც ღოღობერიძეს და მათ არ მინდა ამფსონი თქვა, მათ მეგობრებს, პოლიტიკურ მეგობრებს ერთი სიტყვაც არ დაუსველებია, ენა არ დაუსველებიათ, რომ ჯერ კი ბატონო ჩვენს თვალწინ 90-იან წლებში მომხდარი ტრაგედიის მოგვარებაში დაგვეხმარეთ და მე ვიფიქროთ თურქ მესხებზე, რატომ მე ვიფიქროთ? იმიტომ ქალბატონო ინგა, რომ საერთაშორისო სამართლის ენაზე საქართველოს არ არის ვალდებული თურქი მესხების დაბრუნება. ამაზე დიდი საჭიროებო საკითხი. დღესაც საქართველოს ელოდება, რაც 10 საუკუნის მანძილზე, მე-10 საუკუნიდან გამოჩენილმა თურქმა სელჩუკებმა და შემდეგ ოსმალებმა არ მოუტანეს საქართველოს იმდენი რბევა და იმდენი უბედურება, რაც საქართველოს ეხლა ელის 400.000 თურქი შემოსულა ოდესმე საქართველოში ქალბატონო ინგა, თანაც უიარაღოთა და თოფის გაუსრულებლად და ეს ჩვენ ველოდება ხვალ. ეს ღოღობერიძის, სააკაშვილის ერთი ელჩობა უნდა სტრასბურგში და მეორეს ევროპის ევროსაბჭოს ტრიბუნა. ეყავი კომიტეტის თავმჯდომარე ქალბატონო ინგა, მას ერქვა მიგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების კომიტეტი. მთლიანად მიგრაციაზე და უცხოეთში მცხოვრების სულ ჩემი პროფილი იყო რა. ხალხს მინდა მადლობა უთხრა ბატონ სურავს, რომ ერთადერთი კომიტეტი მთელ მსოფლიოს პარლამენტარიზმის ისტორიაში საქართველოში შეიქმნა ეს კომიტეტი და ჩემთვის შეიქმნა ეს კომიტეტი და მან ეს შექმნა. მაგრამ მე უნდა გამეკეთებინა ეს არ უნდა თქვას ღოღობერიძემ. რატომ არ უნდა? იმიტომ მე რო ვეტყვი მსოფლიოსო, მე საქართველოს არ იცოდა, პარლამენტმა არ იცოდა, მე ბიუროს წევრმა და კომიტეტის თავმჯდომარემ არ ვიცოდი, მესხეთის მოსახლეობამ არ იცოდა და 400.000 თურქი მესხის საქართველოში შემოყვანის ვალდებულება იქისა. ეს რო უთხრა, მე იქ დავაყენებ საკითხს, ეს დავაყენე საკითხი სახელმწიფო კომისიის თომაზე კანცელარიაში და აი ეს მიუტანეს ეს ამბავი, მე ვაყენებდი და ვაყენებ საკითხს ქალბატონი ღოღობერიძის ელჩობიდან გამოწვევის შესახებ. ყველას მოსთხოვს პასუხს ისტორია ამ ორი მოწვევის პარლამენტში, რომ ეროვნება წაგვართვეს, ენა წაგვართვეს, სატრუნება წაგვართვეს და წაგვართვეს 400.000 თურქი მესხის მოგერიების საშუალება. ქართველები რო არიან ეს მესხები თურმე და ჩვენ რომ უნდა გავუხსნათ მათ გზა საქართველოში და დავასახლოთ მესხეთში და მესხეთის მოსახლეობა ავყაროთ და გადავყაროთ. აი ესენი წერენ. სად გვაბრუნებთ ბატონო ჟვანია, ბატონო შევარდნაძე და ბატონო მსოფლიოს მიმართავენ. ჩვენ საქართველოში არ დაბრუნდებითო. ჩვენ ბრუნდებით თურქეთის ისტორიულ საფაშოში, ახალციხის საფაშოში, რომელიც გენერალმა პასკევიჩმა წაართვა თურქეთს და დაუბრუნა საქართველოს.
ჩვენ არ დაბრუნდებით ქართულ სკოლებში, ჩვენ არ დაბრუნდებით ქართულ ეკლესიებში, ჩვენ არ ვისწავლით ქართულ ენას. ჩვენი კატეგორიული მოთხოვნა კონსტიტუციურად დაუბრუნეთ ახალციხის საფაშო თურქეთს, ჩვენ გავხადეთ თურქეთის მოქალაქეები, აგვიშენეთ და გაგვიხსენეთ მეჩეთები და გაგვიხსენეთ თურქულენოვანი სკოლები. და ამის შესწავლა დაგავალათ ზურაბჯვანია. და ჩამოყალიბება პოზიციის, როგორი პოზიცია უნდა ჩამოყალიბებინა მე? მხოლოდ და მხოლოდ კატეგორიული, რომ გავაცნოთ თელ სოფლიოს, რომ ესენი არ არიან ქართველები, ესენი არიან მოწამლული თურქები, რომლებიც ექსპანსიური მიზნით მოდიან საქართველოში ჩვენს დასაყრობად და მიწის ტერიტორიული დაკარგვისათვისა და თურქეთის მიტაცებაში. დიდი მადლობა. ჩვენ გვეყო თურქეთმა, გარგვეყო რა წაგვართვა თურქებმა, ტაუკლარჯეთი ვინ წაგვართვა, სოჩი ვინ წაგვართვა, ზაქათალა ვინ წაგვართვა, ლორე ვინ წაგვართვა და ჩვენ გაჩუმებული ვართ, მადლობელი ვართ რუსეთის, მადლობელი ვართ აზერბაიჯანის, მადლობელი ვართ სომხეთის, მადლობელი ვართ თურქეთის და ახლა თურქმესხებს კიდე მივართ მესხეთი, რუსთაველის სამშობლო არ გამოვა ბატონებო ეს ჟვანიამ და მამა ღმერთმა რო დამავალოს. მე ამას არ გავაკეთებ და 8 წლის მანძილზე ეს არ გავაკეთე და თუ დღეს თურქი მესხები საქართველოში არ არიან შემოსული, აი ამის გამო და ჩემი ტრაგედიის რაღაც მიზნებიც ამაში იხლარდება. მე ასევე მინდა გითხრათ, 20 წლის წინ მე მადლობელი ვარ დღეს ბატონმა გოდერძი შარაშიამ არის ბუდიშკი გოგონა რომელიღაცა გაუშვა ჩაბზანდით სამტრედიაში, ჩაბზანდით იქ რა ხდება თურქმესხების დასახლებაში. 78 წლიდან კომუნისტების დროს ჩამოსახლებული თურქმესხები დღემდე ერთ ღერ ქართულს არ სწავლობენ და საქართველოში დაბადებული მათი ბავშვები შეგნებულად არ ასწავლიან ქართულ. ესენი არიან ქართველები, ესენი მოდიან ჩვენ სასაყვარებლად, ესენია მათი სამშობლო. ასევე გაიპარა არაზუსტი ინფორმაცია იმაში სიუჟეტში, რომ თითქოს 150.000 თურქმესხი გადაასახლეს. ესენი უკვე 80.000 რომელთაგან 80 არა დარჩენილი ცოცხალი და 400.000 კაცი დაბადებული უცხო გარემოში, თურქულენოვან, მუსულმანურ და სხვა სამყაროში დაბადებული და გაზრდილი, ქართველების ზიზღით გაზრდილი 400.000 თურქი მესხი საქართველოში ვერ შემოვა და არ შემოვა. ამას ქართველი ხალხი არ დაუშვებს და მათ შორის გურამ შარაძე. ალბათ ყველამ ნახეთ სულნათი გურამ შარაძის ინტერვიუ, რომელმაც დეტალურად ახსნა ის უბედურება, რა უბედურებაც ელოდება საქართველოს, თუ კი საქართველოში მესხეთელი თურქები დაბრუნდა. მე არ ვიცი რა დონის მოღალატე უნდა იყო ადამიანი, რომ საქართველოს პრეზიდენტი გერქვას დიდგორობა დღეს თურქეთში წახვიდე თურქეთის სულთნის მიპატიჟებით. თურქების ყველაზე დიდ მამას, როგორც მას თავად თურქები ეძახიან, საქართველოს დაუძინებელ მტერს, მუსტაფა ქემალ ათათურქს, აი ესე დამწუხრებულად პატივი მიაგო და ამ პატივის მიგების პერიოდში ძალიან მაინტერესებს, რაზე უნდა ფიქრობდე. იქედან გამოსულმა თურქულ ჯარს თურქულ ენაზე მიესალმო. შემდეგ თურქეთის დღევანდელ სულთანს ჩაეხუტო, რომელიც საქართველოში თურქების დაბრუნებას მოგთხოვს. შენ კიდე პირობა აღუთქვა, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ესე კმაყოფილი წამოხვიდე თურქეთიდან. არ ვიცი, ჩემ თავში უბრალოდ ეს ვერანაირად ვერ თავსდება, რადგან მოღალატის სისხლი არასდროს მქონია და ვერ ხვდები რამ უნდა გაიძულოს ამ ყველაფრის სანაცვლოდ. მე კი ჩემი მხრიდან ერთადერთი რამ რა შემიძლია ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ ყოფ ნორმალურ ქართველ ვაჟკაცებს, რომლებიც ქვეყანაში თუნდაც 1% მაინც დარჩა, ანუ 35,000. ძმებო და დებო, ვაჟკაცობას არც სქესი აქვს და არც ასაკი. ამიტომ ყველას, ვისაც სამშობლო გიყვართ, ასაკის და სქესის მიუხედავად, მინდა ბახტრიონისკენ მოგიწოდოთ
თუკი ეს მოღალატე ხელისუფლება ნამდვილად ამ ნაბიჯზე წავა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ამ ნაბიჯზე აუცილებლად წავლენ, რადგან საამისოდ აბსოლუტურად ყველანაირი პირობა არსებობს, როგორც საკანონმდებლო ბაზა, როგორც აღებული ვალდებულება, როგორც პოლიტიკური ნება, ასევე თურქეთის სულთნის ხელშეწყობა. ამიტომ თუ ერში ჯერ კიდევ დარჩენილი არის ქართველი პატრიოტების 1%, დროა 21 საუკუნის ბახტრიონი მოვახდინოთ. სხვა შემთხვევაში ჩვენ უბრალოდ სამშობლო არ დაგვრჩება. და თუ დღევანდელ საქართველოში და ქართველ ერში 1% ვაჟკაცები არ არიან დარჩენილი, მაშინ გული აღარ უნდა დაგწვდეს, რადგან ასეთი ერი და ასეთი ქვეყანა უბრალოდ არ იმსახურებს არსებობას მსოფლიო რუკაზე. და მას ან თურქეთი, ან რუსეთი, ან კიდევ რომელიმე სხვა ქვეყანა დამსახურებულად ჩაღლაპავს.